დილამშვიდობისა მეგობრებო ყველას, მე მგონი დილა, თუ არ ვცდები დილა. და კიდევ ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ დღეს ტყუპსულებზე. ვისაუბრებ ამ ტყუპსულების შესახებ. მოდი აქ მიკროფონში ვისაუბრებ და დაგელოდებით სანამ შემოხვალთ. მერე გადავალ სურათებზე და მერე მოდი ესე გავაკეთოთ, გამოვაძროთ ჯობია ამის გარეშე. ერთი სიტყვით, როგორც იცით, მე ვარ თამარ გიფარტი და ვარ მკვლევარი, მეგობრებო, არა მხოლოდ მკვლევარი ვარ, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი და აი ახლა ზუსტად ამ მაგიდასთან, სადაც ვზივარ, მიდევს სამი ფოტო, რომელზეც განახებთ ახლა და აი ამ სამ ფოტოზე აღბეჭდილი არის ისტორია, რომელიც მინდა რომ მოგიყვეთ. და დარწმუნებული ვარ ძალიან დაგაინტერესებთ, ვინც ტყუპსულებსა და დუალურ სულებს ეძიებით და ვინც ამ თემით ხართ დაკავებული და ვისაც სასიყვარულო ამბები გაინტერესებთ და ვისაც გაინტერესებთ უბრალოდ რა ფენომენი არის ოჯახის ფენომენი, რა ფენომენი არის სიყვარულის ფენომენი, რა ფენომენი არის ადამიანის შინაგანი სიღრმეების ფენომენი, თუ გაინტერესებთ ეს საკითხები, მაშინ დარჩით ჩემთან და წავედით. ესე იგი მე გაჩვენებთ ახლა სამ სურათს. აი ეს არის სურათი, რომელზეც აღბეჭდილი არის, რა თქმა უნდა, ცოტა შელახულია ეს ფოტო, მაგრამ პიროვნებები ძალიან კარგად ჩანან. და აი ამ ორ პიროვნებაზე გაგესაუბრებით. ეს ქალბატონი, ეს ბავშვი, რომელიც შემდეგ არის ეს ქალბატონი და ეს ქალბატონი არის აი ამ ორი ადამიანის აღზრდილი. და რას ყვება შემდეგ აი ეს ქალბატონი თავის მშობლებზე. მოდი ესე ვთქვათ, აქ მე მრავალი წერილი მიდევს და აი ამ წერილებს გაგანებთ. მინდა ერთი მონაკვეთი წაგიკითხოთ. ესე იგი 21 ამ ასაკში, 21 წლის ასაკში კარგავს ეს ქალბატონი მშობლებს და წერს. ამ ასაკში ვკარგავ ორივე მშობელს. 1976 წელს 3 იანვარს დედა დავასაფლავე. 1976 წელს 13 აპრილს მამა. მოკლედ აქ აღბეჭდილი არის ესეთი რამ, რომ ამ ქალბატონის ნაწერებიდან ჩვენ გავიგეთ, რომ მის მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ქალბატონი 60 წლის ასაკშიც კი, წარმოიდგინეთ 60 წლის ასაკშიც კი, როდესაც მისი მეუღლე სახლში უნდა მოსულიყო, ფორმაში მოდიოდა, ტუჩსაცხს ისმევდა და იყო ესეთ ეიფორიაში. ადამიანებმა იცხოვრეს რამდენი წელი ერთად, წარმოიდგინეთ, რომ 60 წლის ასაკშიც ქალი მამაკაც ეპრანჭებოდა. შეგიძლიათ ესეთი რაღაც წარმოიდგინოთ თქვენს ოჯახში? და აი აქ დააკვირდებით თქვენ, თუ რამდენად არისტოკრატიული და აი ამ ქალბატონს რამდენად ესეთი მოშვებული სახი აქვს, ხო? გაწონასწორებული სახი აქვს. დგომაც ისეთი აქვს, რომ არ არის დაძაბული. კაცი კიდევ ესეთ ანუ როგორ გითხრათ, მამაკაცი ცურ ენერგიაშია. ქალბატონი არის აქ მდედრ ენერგიაში. აშკარად შეიგრძნობა ამ სურათზე და აქაც რომ ეს ადამიანები იყვნენ ჰარმონიაში ერთმანეთთან, ხო? ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ მათ ერთმანეთში. მამა ინჟინერი, დედა აღზრდილობითი მეთოდებით დაკავებული. მოკლედ ერთი სიტყვით, ამ ქალბატონის მშობლები, რომლებიც პროფესორი ინჟინერი, ხო? მამა პროფესორი ინჟინერი. ხო. ერთი სიტყვით, მეგობრებო, ეს ისტორია წიგნად დაიწერება. და ქალბატონი იაროზისი აპირებს წიგნის გამოშვებას, მოკლედ ძალიან საინტერესო პროექტი არის დაგეგმილი. ეხლა მე რასაც გიყვებით, ეს არის ქალბატონი იაროზისის ერთი ნაწილი. ანუ მშობლების, ბებიებისა და ბაბუების ნაწილი და როდესაც მე ეს ამბავი მოვისმინე, ვთხოვე იას, რომ მეთქი ძალიან გთხოვ, მანახე თქვენი შენი დედაშენის მშობლების სურათი როგორია და გაკვირვებული დარჩი, იმიტომ რომ გარეგნულად აი ახლა მე განახებთ
გარეგნულად როგორ გვანან ერთმანეთს ეს ორი ადამიანი. გარეგნულადაც კი. ხო, ეხლა ეს მამაკაცის ეს დედი ენერგიის წარმომადგენელია, ეს მამრი ენერგიის წარმომადგენელია, თუმცა მსგავსება არის. ვიღაცა იტყვის, რომ ადამიანები თანაცხოვრების ნიადაგზე ერთმანეთს ემსგავსებიან, ერთად რო ცხოვრობენ, ეს ჩვეულებრივი ფაქტორია, მართლაც ესე ხდება ხოლმე. რაც არ უნდა განსხვავებულები იყვნენ ადამიანები, თანაცხოვრების მანძილზე ერთმანეთს ემსგავსებიან, თუმცა დედაჩემი და მამაჩემი ერთმანეთს ვერ დაემსგავსნენ. მაგაში ნამდვილად ვიცი, რომ ვერ დაემსგავსნენ ერთმანეთს. ხო და ეხლა მე მინდა რა გითხრათ, იცით? 1976 წლის 3 იანვარს გარდაიცვალა ქალბატონი, აი ეს ქალბატონი გარდაიცვალა და უკვე 4 თვეში 13 აპრილს ეს მამაკაციც მიყვა თან. ერთად გავიდნენ ამ ქვეყნიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ისტორიები თქვენ ალბათ ხშირად მოგისმენიათ, მეგობრებო, რომ აი მეუღლე მიდის და შემდეგ მამაკაციც მიყვება. ან პირიქით მეუღლე ქალბატონი გარდაიცვლება და უბრალოდ მეუღლე გარდაიცვლება ქალბატონს და ქალბატონიც მალევე მიყვება ხოლმე ქმარს. ასეთი ისტორიები ძალიან ხშირია და ამ ისტორიებს, მეგობრებო, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და ანუ ჩემი დაკვირვების ნიადაგზე მივხვდი, რომ არსებობენ სულები, რომლებიც პოულობენ ერთმანეთს და ისინი ჰარმონიაში მოდიან ერთმანეთთან. ანუ ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში, ისე რომ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. და როდესაც აი ეს მომენტები ხდება, ისინი რა თქმა უნდა ერთმანეთსაც ემსგავსებიან, რა თქმა უნდა მე კარგად გრძნობენ თავს და ზოგიერთი იფიქრებს, რომ ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. თუმცა ისინი იმიტომ კი ვერ ძლებენ ერთმანეთის გარეშე, რომ დამოკიდებულები არიან ერთმანეთზე. უბრალოდ მათი მისია არის ეს, რომ ერთობლივად შეასრულონ თავიანთი მისია და როდესაც უკვე მისია სრულდება, ისინი ერთად ასრულებენ ამ მისიას და ერთად გადიან, რადგან შემდეგ ახალი სხეულებით მოვიდნენ ისევ ერთმანეთთან ამ განზომილებიან სამყაროში. ხო და ეს იყო ეს ისტორია, მეგობრებო, რომელიც კიდევ ერთხელ გააჟღერა ჩემს ცხოვრებაში. ვინც ეძებს პოულობს, ესე რომ არის ნათქვამი, კითხვა დასვი და პასუხიც მოგეცემაო, ესეც არის ნათქვამი და მართლაც მე ამ ტყუპი სულების, მიჯნურების და დუალური სულების ძიებაში რომ ვარ, მართლაც მოდის ისტორიები ჩემთან, სრულიად შემთხვევით ადამიანებს ვიცნობ, აი სრულიად შემთხვევით გზაზე მამაკაცი დავინახეთ, მივედით იმის ცხოვრებაში თურმე ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ თავისი მიჯნური გაუცნია, შემდეგ ეს მიჯნური, ტყუპი სული მიჯნური, ეს მიჯნური სხვას გაათხოვს, ასე შემდეგ გახსოვთ თქვენ ეს ისტორია, რომელიც მოგიყევით რამდენიმე დღის წინ და ეხლა კიდევ ერთი სხვა ისტორია მოვისმინე. სხვა დროს კიდევ ერთ სხვა ისტორიას მოვისმინე და ამ ყველაფერს გაგანდობთ. არ ვიცი, ეს ალბათ ერთგვარი პლატფორმა არის, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი მხოლოდ ამაზე არ ვარ კონცენტრირებული. ერთ-ერთი ჩემი ინტერესების ნაწილია რა. ესე რომ ვთქვათ, მარტო ამაზე არ ვარ ჩაციკლული, მაგრამ საბოლოო ჯამში ვრწმუნდები, რომ ყველა გზას მივყავართ სიყვარულამდე. ბოლოს და ბოლოს მაინც მივდივართ იმ მიჯნურობამდე, რის ნიადაგზეც ალბათ სრულიად სამყარო შეიქმნა და ალბათ რის ნიადაგზეც ღმერთმა თავისი მიჯნურისთვის. ხო, ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ ღმერთი მხოლოდ ერთადერთია და აი მამაზე ციერია და მამაზე ციერსაც ყავდა თავისი დედაზე ციერი, რომელიცთვისაც მე მთელი სიტყვა შეიქმნა და ასე შემდეგ. მე ამას ესე ვთვლი, რომ მამაზე ციერს ყავდა დედაზე ციერი, რომლის გამოც სიტყვა გამოსცა მან. ანუ მთელი განვითარება მოხდა და ვისაც ეს არ ჯერა იმას ის კუბოში დევს, მე ესე ვფიქრობ, რომ ის ჯერ არ გაცოცხლებულა. ვისაც ამის არ ჯერა, რომ მამაზე ციერთან ერთად არის დედაზე ციერიც. დედა ღვთაება, მამა ღვთაება და ასე რომ რა ვიცი, კვლევა ძიება ბოლოს ყველაფერს ერთმანეთში მოაქცევს, გესმით? ყველაფერი ერთისგან გამოდის. ნულიდან გამოდის ერთიანი, შემდეგ ხდება ორიანი, შემდეგ წარმოიშობა სამიანი და ასე განვითარება ხდება 9-იანამდე. და როდესაც დავცხრებით, ანუ 9-სთან რომ მივალთ, ხო? შემდეგ დაცხრება ეს ყველაფერი
და გაცხარდება კიდევაც, შეიძლება გაცხარდეს, აქაც 9 არის ჩარეული ამ 9-ში და ან დაცხრეს. ასე რომ ისევ ნულიანში გადაიზრდება მე ყველაფერი, ნარის ულში, შემდეგ 1 იანში, შემდეგ 2 იანში, შემდეგ 3 იანში, შემდეგ 4 იანში და შემდეგ 5 იანში. ხო, მაგალითად 5 ურევია რაშია, რომელ სიტყვაში ვიყენებ ძირითადად 5-იანს. ეხლა 5-იანს რას გადავაკიდე, პირობითად რო ავიღოთ 5-იანი, ან 7-იანი, მშვიდიო რო ვიტყვით, ხო? 7-ში ხო 7 ურევია. ესე იგი 7 საფეხურზე რო ახვალ უკვე დამშვიდდები. 8-იანით არღვევ, 9-იანით ცხრები ან ცხარდები. საინტერესოა ჩვენი ენა, ქართული, ისევ ქართულ ენას უკავშირდებით, ისევ მიჯნურობას, ეს ყველაფერი მეგობრებო. ზოგი ხო მეკითხებით ხოლმე, რომ აქეთ-იქით თქვათ ვერ გავიგე შენი კონცეფცია, რანაირად ხან იმაზე ლაპარაკობ, ხან ამაზე ლაპარაკობ და ღმერთმა დაგვიფაროს, მეგობრებო, რომ ერთი ხაზოვნად ვიაროთ. ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთი არის ყველაფერში და ყველაფერში თუ არ გავაბით ეს ძაფები და ხაზები და კავშირები, ჩვენ ვერ მივხვდებით ღმერთი რა არის და ვიღაცა იტყვის, რომ ჩვენ ღმერთამდე როდის მივალთ, როდის ჩავწოდებით, მაშინ როცა დაიწყებ ამის ძიებას, გესმის? მაშინ როცა დაიწყებ შენ ღმერთის ძიებას, მაშინ გააბავ ყველაფერთან ხაზს, ყველაფერთან კავშირს, ყველაფერში მიხვდები, რომ პრინციპში ერთი ფორმულა არსებობს, ერთი ფორმულა, რომელიც ისევ და ისევ მიჯ ნურთან კავშირდება. არა ჯადოს ნურთან, არამედ მიჯ ნურთან და გასაგები უნდა იყოს ეს ჩვენ. არ გვინდა ჯადოს ნურები, ჩვენ გვინდა მიჯ ნურები, კარგით? და სხვათა შორის საუბარი მქონდა ერთ ადამიანთან, რომელმაც თქვა, რომ მას შემდეგ რაც ჩემი მიჯნური გავიცანი, კოკაინის ფასი საერთოდ აღარაფერია. გესმით რა შეასაქმე? მიჯნური გიხსნის დამოკიდებულებისაგან. კოკაინი ისჭირდება იმას, ვისაც არ ყავს მიჯნური. იმიტომ რომ შემცველია. იმიტომ რომ ყველა მიჯნურს ვეძებთ საბოლოო ჯამში იმისთვის მოდივართ, რომ ვიპოვოთ ჩვენი თავი. და ჩვენ თუ არ ვიპოვეთ ჩვენი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, ანუ მამრის სქესის წარმომადგენელი, რომელიც გვამთლიანებს, ან მდედრის სქესის წარმომადგენელი, რომელიც გვამთლიანებს, მაშინ ვპოულობთ კოკაინს, ვპოულობთ სხვადასხვა საშუალებებს, რომელიც გაცხრობებს, მოიცადე? დაგაცხრობს. გესმის? ხრიანში გადაყავხარ და გაიხსენეთ ბატონი ჯორჯაძის საუბრები, ჩვენ უნდა მივახციოთ ხრიანში გასვლას და მერე 10-იანში გადასვლას, ხო? ანუ ნახეთ რა ხდება აქ, როდესაც შენ რაღაცით, ანუ საშუალებებით, ქიმიური საშუალებებით თავს იცხრობ, ხო? აი იმ მისიას, რისთვისაც ამ დედამიწაზე მოდიხარ, იცხრობ, აი ამის მაგივრად, რომ შენი მეორე ნახევარი ნახო, რომლისგან შემდეგ ახალი სიცოცხლე წარმოიშობა, შენ იღებ რაღაცა ნივთიერებას, რომელიც გაცხრობს, რომელიც იგივე პრინციპში, იგივე ჰორმონებს წარმოქმნის, რომელიც გექმნება მიჯნურთან ურთიერთობის შემდეგ. არის შემცვლელი საშუალება, იმიტომ რომ შენი მიჯნური ვერ ნახე, არც არასდროს განახებენ, იმიტომ რომ მთელი სისტემა იმაზე მოქმედებს, მუშაობს, რომ შენი მიჯნური არ განახონ, არ შეგახვედრონ შენ მიჯნურს და ღმერთი კიდე პირიქით მუშაობს იმაზე, რომ შენ მიჯნურს შეგახვედროს, გესმის? და თუ შენს მიჯნურს შეგახვედრებს ღმერთი, აქ მთელი ხო სამყარო და კედელი აღიმართება მერე სრულიად კაცობრიობის სახით, რომ არა თქვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება. არ შეიძლება, იმიტომ არ შეიძლება, რომ მერე ყველაფერი დაცხრება, მერე ყველაფერი 9-იანში გადავა და მერე ყველაფერი 10-იანს განიცდის. მოკლედ ერთი სიტყვის არის ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ლაზარე რომ მეუბნება, რაც შენი დაქალი გაიცანი სულ სხვანაირი გახდიო, არა ჩემო კარგო, ეგრე კი არ არის, რაც ჩემი დაქალი გავიცანი სულ სხვანაირი გავხდი, რაც ჩემი მიჯნური გავიცანი გავხდი სულ სხვანაირი. ჩემი დაქალი არ არის ჩემი მიჯნური, მაგრამ ესე დაემთხვა, რომ ჩემი მიჯნურის გაცნობის შემდეგ გავხდი სხვანაირი, ხო? სხვანაირი. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, არაჩვეულებრივი შვილები, მიჯნური არის სხვა რამე. მიჯნურობა ოდითგანვე სიბრძნისა ერთი დარგი
კიდევ გავიმეორებ და კიდევ და ისევ გავიმეორებ შოთა რუსთაველის სიტყვებს საფრთხოდ გასაგონი მსვენელთათვის დიდი მარგი ხო და ისმინეთ სწავლის მძებნელო მოხტებ დავითის მცნებასა ხო ესე არის ხო სწორედ თუ ახსოვს ჯერ წარეჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა და ყველაფერი ერთმანეთთან კავშირზე მოკლედ იაკო გამაჩერე ხო თორე ჩავირცე ხო და ასე რომ ჩემო კარგებო დავუკვირდეთ დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება ხდება ასევე მიჯნურის პოვნით. მე მინდოდა რომ მიჯნური გავიცანი გამაცნეს, უბრალოდ ასე ინება ღმერთმა რომ მიჯნური გამაცნეს და მიჯნურის რომ იცნობ, მერე ყველაფერი იცვლება. ბატონო ლაზარე. ლაზარე, ხდები? ასე რომ ჩემი მეგობარი დაქალი აქ არაფერ შუაში არ არის, აქ არის ხო, კიდევ რა თქვა, იცით? აი, ძალიან მაგარი სიტყვები თქვა ამ ერთმა ადამიანმა რა, რომ აი, როდესაც შენ გასინჯავ მასთან ურთიერთობას, ხო? სულ ყველაფერი აბსოლუტურად თავდაყირადგება. ის დოგმები, ის წესდებები, ის კანონები, რა ჩარჩოშიც ვართ მოქცეული, აი, მაშინ ხვდები, რომ ყველაფერი არის სიტყვებს შევალამაზე, უფრო ლამაზი სიტყვებით რო იყოს, არარაობა, არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, ნული. იმასთან შედარებით, რომ მიხვდები რისთვის ხარ მოსული აქ, ამ დედამიწაზე, ხო? შენს მისიას რომ შეხვდები. შენს ნახე მის იას რო შეხვდები, გესმის? ნახე სიტყვა გეუბნება პირდაპირ. მისი ია, რა არის ია, ხო? და რა არის მისია. და მესია კიდე არის მესია. მესია. და მისია არის მისია. და მესია არის ჩემი ია. ია, აი იას არ ვარ, სხვა თუ ჩვენ მივაგენით სიტყვა მისიასა და მესიას. მერე გეტყვი. გესმით? ანუ ჩემი მიჯნური ვინც არის, ეს არ არის მდედრის სქესის წარმომადგენელი, ეს მამრის სქესის წარმომადგენელია. უბრალოდ იმას ჯერ თქვენ არ იცნობთ. შეიძლება ოდესღაც გაგაცნოთ. მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენს გარშემოა, აი ამ მესიაში არის მისიად განხორციელებული, გესმის? მესიაში მის იად არის ხვდებით სიტყვათა თამაშს, როგორ კარგად ჩამოაყალიბებს ქართული ენა ყველა იმ ინფორმაციას, რაც გეწოდება ზეციდან? ვინც ხვდებით დამიწერეთ კი, მე ხვდები, იმიტომ რომ თუ ვერ ხვდებით, მაშინ მე ცოტა სხვანაირად ვილაპარაკებ რა, ესე გიჟივით რო არ ვჟღერთ, ეს ზოგიერთს ვერ ეს საერთოდ არ ესმის ზოგიერთს მე რას ვლაპარაკობ და ამიტომ მე თქვენ ენაზე დავიწყებ საუბარს მერე თუ არ გესმით ეს ენა, რომელ ენაზეც მე ვსაუბრობ. ამენით. ხო? კითხვები ხომ არ გაქვთ? თუ არ გაქვთ კითხვები, მე დაგემშვიდობებით, ეს იყო დღეს. და კითხვები თუ გაქვთ, გაგცემთ პასუხს. ალბათ ღმერთსაც გაუჭირდა მარტოობა და სამებად იქცა. ძალიან ლამაზი სიტყვები თქვი, მარი. ძალიან ლამაზი სიტყვები. გიგზავნით გულებს, მადლობა მარი. მარი, გამარჯობა იაროზისო, ხო, გადავცემ ეხლა იქ გასული არის და. კიდევ რა ვთქვათ, ალბათ ხო. თქვენ ანუ, იცი რა მაინტერესებს? თქვენ გესმით მიჯნურობაზე რო ვლაპარაკობ რამე აქედან? ანუ რეზონირდება თქვენთან რამე? იმიტომ რომ მე მაინტერესებს რამდენი ადამიანია მისიის შემსრულებელი, გესმის? თქვენ ჩემს მსმენელს შორის. ანუ რჩეული ბევრია ჩემს მსმენელს შორის, მაგრამ მისიის შემსრულებელი, რომელმა აიღო თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა, ის მაინტერესებს რამდენია ხართ. იმიტომ რომ შეიძლება რჩეული იყო, მაგრამ საერთოდ ვერ ხვდებოდი რისთვის მოხვედი. მისიას ვერ ხვდებოდე, გესმის? და აი ნინომ გულები დამიწერა, ეტყობა ხვდები რაღაცე. ხო. ხო და კომუნიკაციაში თუ შემოხვალთ ჩემთან, ნუ შეგეშინდებათ, ეხლა არ იფიქროთ ისე რომ ვიღაცა გაიგებს თქვენ შესახებ და რაღაცა შიში მოიხსენით აბსოლუტურად ყველანაირი შიში
ვინმე თქვენზე რამე არ თქვას უცნაურად, აი ესეც შიშია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შიშია, რაც უნდა მოიხსნა, თუ გინდა რომ წარმატებებს მიაღწიო ცხოვრებაში შენი მისიისთვის და თუ ამ შიშს ვერ მოიხსნის, შენს მისიას ვერ დაგაახლოვებენ, იმიტომ რომ შენ ისევ შიში გექნება სხვამ არაფერი თქვას, ისეთი რომ მე რაღაცა უსიამოვნო შეგრძნებები არ დამემართეს. ამიტომ შენ თუ ამის შიში არ გაქვს მოხსნილი, აუცილებლად დაგიმალავენ შენს მისიას, იმიტომ რომ მისიის შესრულება არის უკვე შენ თავში გამთლიანება და არა ის რომ სხვა რას ფიქრობს. სხვა აღარ გაინტერესებს სხვა რას ფიქრობს. შენ გაინტერესებს რას ფიქრობს ღმერთი და რა არის შენ რისთვის მოხვედი. ის სხვისი აზრი მნიშვნელოვანი არ არის. ღმერთის აზრია მნიშვნელოვანი და შენი მისია. გესმით და სანამ ეს შიში ჯერ კიდევ გამოძრავებს რომ იმანის არ თქვას, მე იქ არ დამიჭირონ, მე ის არ გამკიცხონ იქ რაღაცები კომენტარები, მე არ წამოვიდეს, ამის თუ გეშინია sorry boy და sorry girl, ანუ მაპატიეთ, მაგრამ ჯერ პატარები ხართ, რა ვქნათ. მარია, მეც მიყვარ ხარ, მადლობა. ია, აბა ეხლა რაღაცას გეტყვი. ხო. მის ია და მეს ია. რა გაიგე აქედან? მეს ია და მის ია. ასია თვითონ მესია, რაღაც დავალება. ხო, ანუ მეს ია არის, ხო? იას მნიშვნელობა აქვს. შენ ხო ია ქვია. ხო, ია, ყვავილია. ია რას ნიშნავს? ამაგეს ხო ინი და იანი. ჩემი მასე ლაივში არ ვაპარაკობ, მაგრამ ია არის ჰორიზონტი და არის ვერტიკალი. არის ვერტიკალი, ანუ ჯვარი შეიქმნა, ხო? ხო, და ია. და სპეციალის აუ რა მაგერაღაც ეს პირველად გავიგე სხვათა შორის. საიდან ანთროპოსოფიულია? გერა მორიელის რა არის ჩ ზ მორიელების გერები არსებობს ეს დაწყობ. თავის გერები გააჩნია. საინტერესო. მაგალითად ლომისა, ლომის ყოფილა მეგობრება. ანთროპოსოფიულია, ხო ეს? ხო, სიღრმეებში უნდა ჩავიდე, მან ძალიან მაგარი იყო ეს შტაინერი, ოღონდ. რაღაცებს გავეცანი და მომეწონე ძალიან ახლოს არის ქრისტეს იდეოლოგიასთან, ქრისტეს არსთან. ესე იგი, გამოვიდა რომ მის ია, გამოდის რომ მისი ჯვარი, ანუ ჰორიზონტალი და ვერტიკალი არის ეს ია არის ჰორიზონტი და არის ვერტიკალი, ანუ ინი და იანი, ხო? იგივენაირად იანი არის აღმავალი, ინი არის დაღმავალი. ეს წრეს ქმნის ინი და იანი და ია ქმნის უშუალოდ ვერტიკალს და ჰორიზონტალს, ხო? და თუ ვერტიკალს და ჰორიზონტალს ქმნის ეს სიტყვა თვითონ ია, მაშინ ჯვარი შეიქმნება აქ, ხო? და თუ ია ჩაჯდება ინი და იანში, მაშინ შეიქმნება ბოლნური ჯვარი. ბოლნური ჯვარი იცით წრეში როზის, ხო? და თუ ბოლნური ჯვარი შეიქმნება, ესე იგი ისევ და ისევ ქართულ ანბანთან მივყავართ და ამ ცნობიერებას, ეს ცნობიერება გვიხსნის, რომ მის ია არის მისი ჯვარი და მეს ია არის ჩემი ჯვარი. გესმის? ხო მივხვდით ახლა ადვილია, გასაგებად ადვილია. ამას ჩაწვდომა უნდა და ჩაწვდომით როგორ ეხლა მე რო იასთვის არ მეკითხა, ვერ გავიგებდი ამის მნიშვნელობას, მაგრამ იას ვკითხე, კომუნიკაცია შედგა, ხო? ვერბალური კომუნიკაცია, მან მომაწოდა ინფორმაცია, მე მივიღე ეს ინფორმაცია და მივხვდი, ჩავსვი რაღაც ფორმაში. ანუ ის ფორმები და სიმბოლოები, რომელიც გვაქვს ჩვენ ტყუილად არ შექმნილა და საიდანღაც ფანტაზიები არ არის, ეს არის განვითარების ერთი ნაწილი და ყველაფერი ახალი არის დავიწყებული ძველი. ესე იგი, გამოდის, რომ ჩვენ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, უბრალოდ ახლებურად ვიგებთ ყველაფერს, ისევ და ისევ ახლებურად. რაც დაგვავიწყდა, ისევ ვიგებთ ახლებურად. ასე რომ გამოვიდა, რომ ქართულ ენაში დამარხული არის ყოველივე ჭეშმარიტება, როგორც მითხრეს ზეციდან. ყოველივე ჭეშმარიტება ქართულსა ენასაშინა, ქართულსა არა.
ყოველივე ჭეშმარიტება ენასა შინა არს მოთავსებულიო, გესმის? დაფარულიო და ეძიებდეთ სიბრძნეს მასში. აი ესე მითხეს პირდაპირ ზეციდან ლექსის სახით. გესმით? და თურმე იოანე ზოსიმასაც იგივე უთქვავს. გაკოცეთ მეგობრებო, გისურვებთ საუკეთესო ამენით ალაპარაკებას. ამინ, ამენით იესო ქრისტე კოცნით და გეხვევით და მიყვარხართ. ამინ, ამენით იესო ქრისტე ნიშნავს ამინ, ამენით მიყვარხართო. გეუბნებით მაგას ზუსტად, იმიტომ რომ იესო ქრისტე ნიშნავს თურმე მე შენ მიყვარხარს. მადონა წერს მე სი შენ მეგრულად აია და მე რუსულად. აია ხო და მე რუსულად. იხსნება. კომუნიკაცია, მეგობრებო, სანამ ხელოვნური ინტელექტი დაგვასწრებდეს ჩვენ გაღმერთებას, ჩვენვე უნდა გავღმერთდეთ კომუნიკაცია, ერთმანეთს დავამყაროთ, ვისაუბროთ.